მე ხوارა გაქვს. გამოყენე. საღამო მშვიდობის ხალხნო და ჯამაათნო. ნინოთმა რა დამოარცხნე. დამბარე და არა მაგ და საღამოს ნინო მოარცხნის ხო რა როგორ მაგაცაც. შენთან დავწვე, უნდა დავაუთხოვ და დავეძინება მე. გაწექილო. გვიანია სხვათა შორის, კაი გვიანობამდე დავტოვე ეს ქალბატონი. მაგჩერად დავტოვე რა. სკოლაში. მაგრამ სარეცხი მაქვს შეყავში. დასკებს არის მე. ისე რომ ვიყო რა. დღეს დავამთავრე დღე. სამსახურის დღე დავამთავრე. და ხვალ არ მივდივარ, კარგია. დღეს ადრე მოვიდი. დაახლოებით 5-ზე ალბათ. 5-ზე სახლში ვიყავი. უბრალოდ წამოვწექი და რა ვიცი, სანამ ცეკოვან მოსკლოვი გადიოდა და უყურებდნენ ახმაც ჩამესმოდა, აი ძილბურაში ვიყავი რა. მეძინა მეღვიძა. მაიცა ვლოგი წამოწოლილი ვაიბიდე და გადავარდი. გადაიცა გადავარდი. ეც უკვე ჩავოწიოთ. არ გაფარია შენ. გაფარია. ანდე ნახე. გადაწიე ცოტა. ეს გამოიწიე ქედი წა. ესა მოიკეცე გულიან. ამას ერქმევა წამოწოლილი ვლოგი თუ გადავარდნილი ვლოგი. ბებონი ცოტა ხოლმე ზაფხულში დამაწვენ და აი მე რამოდენ არა მეულაგიანე და იცოდეთ შეგე. ესე მიჩაჩა. ეს ორი და მესამე საწავლა. ესაც იყოს ცოტა ხანი და დაიფარე. ამასაც გადავ. ესე ჩავავიხე. ეხა მითხარი რა საკეთებ ხოლმე? ოღონდისა ნორმალურად და ეს. რა საკეთებ ხოლმე მე რო სახლში არა ვარ. აბა მომიყევი. ეს არის საღამოს ვლოგი. მე მივიხჩები ხარ. დილით რო ადექი. ეხა აი მოდი ჩავწეროთ ვიდეო. მთელი დღის განრიგი ნინოსი. კაი. ადექი რომელ საათს? ადექი ხელი ჩეთ. 10:11-ის რაღაცა 12-ისა იყო. და რა გააკეთე? ჩავწვე. ხო ზოგადად რო ვდგებით ვიცი ნიფხვით არავინ დადის. მე ავიღე კბილის პასტა. არ გვინდა ეგე წვრილმანები. არ გვინდა. საჭმელი რა ჭამე დილას? და მე წავედი საჭმელი. რა ჭამე? რა იმას ხორცი. ბლინჩიკი ხო? ხორცი როა ხოვლია გაჭამ. ბლინჩიკი ჯონჯორი და პური. და რომ მოველი საღამოთი ნინო რა ჭამე მეთქი და მომითხარი ბლინჩიკი და ტკბილეულობა. ვოი ნინო ყובה თავის გეგმას მთელი დღისას. მოდი თუ გული. აი ეს პატრონს. ხოსოთ იყავით? ბლინჩიკის მე რა ქელი? მე რა. ხო, თმები დავაწყნე. მე რა. ხო, მე საწოლია ვალაგე და მე ტელეფონი.
მე ტელეფონი აიღო. მე ვჭამდი ტკბილეულობას და გარეთ მოკლედ ხვალე უნდა ტკბილეულობა დავუმალო თუ რამე დაგვრჩა, იმიტომ რომ რა ვიცი. ერთი-ორი დღის ვერ გვჭირდებოდა და აღარ გვექნება. ხო, ეხლა რასაკეთებენ ისინი? ძალიან ხმარავწია, ხო იმე. რასაკეთებენ ხოლმე იონი და ბარბარა? რა ვიცი, რიცი უძებენ. აჰა, თავარი. ემზადებიან და მე ის ψევდადები. თმებსევეცნიან და მე ტელეფონი უჭირავს. შენ არ გიჭირ. სულ არა, მე კატებს ვაფერებდი გარეთ. და ერთი ნახევარი საათი ყოფილიყოს დავდები. ეგ ეთყობა პატარა მამალა გადმოხდა და იმასთან სტედონი ძალიან ხო გაქანავებთ ხალხი. ბოჭკა ხოდგა აქ. აი ქვიმწვდავდი ისე რომ არ გამოგცეულიყო, აი ესე ვრიდა და მოდი. ხო ყურადღებით იყავი ხოლმე თუ არა და წავაჭრი ფრთებს, იმიტომ რომ ძაღალი შემოდიოდა ხოლმე ადრე და შეიძლება წააპროწიადოს. იმ დიდალას როგორ ასწევს? უნდა ნახო პატარას. არა ცევს. საუბრობენ. შეიძლება საუბრე ეგე? ეხა როგორ იყო ჩემი მთელი დღის გეგმა? აუ ეხა ფეხები მეწვის, აი ეს ფეხის დაბლა კუნთები. ფერვარი უნდა დათვი გამოცირწა თავიცაც. დიდით ლაშამ ჩამეყვანა სკოლამდე და მე იქიდან წავედით სამსახურში. დიდით ცოტა შევჭამეთ და დავიწყეთ. და დაახლოებით 5 საათამდე არ გავჩერებულობთ. და ფეხები მეწვის. დღეს სელდი ჩავალაგეთ. ხო და ისა. ბევრჯერ მოგვიწია ესე ადგომა ჩაჯდომა რა ეს ჩაკულტვა და ფეხები ეტყობა მაგიტო მეტკინა. ანუ ბოჭკიდან ყრით ჯერ კალათაში და მე ესე ჩაცუცქულ პოზაში ვალაგებთ ვედრებში. ხო და იქ მომენტი ბევრჯერ მოგვიწია და მაგიტო ტკივა უეჭველი. მაგრამ ხო გამოვიძინე და მართლა კარგად გამოვიძინე ის რაღაცა საათი ნახევარი. ნუ 1 საათი რა დაახლოებით და საერთოდ შევყარე, ხა მეორეთად შევყარე და ეხა ვფიქრობ, რომ სანამ დავიძინებ, ვაი გადავუბრუნდე თორმე უეტაპანი გამძვრეს. სანამ მეორეთ დავიძინებ, მეორე სარიცხი შევყარე და ეხლა მინდა რომ რამე ფილმი ჩავხა. უკაცრავად რამე ფილმი ჩავხა და თან ცოტა დავაუთო, ცოტა. სულ ცოტა. ხოლე ოსი კი არ შემიძლია მე. თავი გადაღმერთილი რომ მიდე. ვიცი რა გქონდა. თქვენ იყავით ქობულეთში წასულები რა მე მამა და ბებო რო ვიყავით ხო იცი აქ მარტო. მე ხო და მეტროს გამე მამასთან ერთად მეძინა რა ნუ შიგნით ოთახში. ერთად არ ვიწექით აბა. ხო მაშინ შიგნით იწექისიდეთ. მამას ვეძახდი რომ მამა მომეთ საცოლიდან ვიყავი. დაბლეიგდე? აი ესე ვიყავი ვერ დგებოდი ხოლმე. მამა კიდეს მატკა. ხელ თავით ფეხები საწოლში ქონდა და ხელი. ხელებს ამას უნდა და მეორე სართულზე დაძინება და მაგის გამო არ დავაწვინე, იმიტომ რომ დაბლა ვარდება ხოლმე. ვარდებოდა. აქედავაც გადმოვარდნი, ხო რაც აქ წე. არა. დღეს ესე იგი აქედან რო წავედით, იყო აი მზიანი დღე იყო რა. და სოფელს რო გავწდით, შორიდან ჩანდა რომ რაღაცა ბოლივით იყო რაღაცა ამოდიოდა და რა ვიფიქრეთ კიდეც რომ რა იწვისო და რა ბოლი. მზიდან შევედით ბურუსში, ნისლში, საშინელება იყო. აქ მზიანი მომენტი ჩამოიღეთ მზიანი დღე. ანუ მე რო წავედი, მაგრამ შენ გეცი, რუადექი უკვე ესეთი ნისლი იყო? რუადექი რაღაცა ნისლი არ იყო საერთოდ, მაგრამ მზე იყო? მზე საერთოდ არ იყო, მოკლებული. მზე არ არის. აჰა. ანუ აი ისეთი ცვალებადობა იყო, აი უცბად მზიდან შეხვედი რაღაცა ნისლში.
გავიღე დღეს ქვეყანას არიცხი სამსახურიდან. ხვალ გავეცხა. ეხლა შევყრიდი, მაგრამ ის წყალი არ არის რა. ეხლა ხელით ჩავასხი ბოჭკაში და ის 24-იანი წესით 24-იანი უნდა იყოს, არ არის ჯერ. ეს დღეები კი პატივი ქცა ეხლა როგორ არ უნდა ვთქვა, რომ მთელი ახალი წელი მოდიოდა და მაგით ვეცხე. ხო და ისა იმდენი სარეცე ყო დაგროვილი, რომ ავდექი და ჩავასხი და მეთქი შევყრი რა შავებია და ირეცხება მანამდე 1.5 საათი გავავთო, კაია. სხვათა შორის წახან კინოში ავმოვჩნდით. რატო? დღეს ოთხშაბათია და შესაბამისად ის პოინტში ოთხშაბათობით ბილეთის ფასი არის ან 7 ან 9 ლარი რა ეს ფილმების და რომელი ფილმიც მინდოდა ის ფილმი საერთოდ აღარ გადის. ხო და რადგან ეს ფილმი არ გადის, სავარაუდოდ უკვე საიტებზე იქნება. ეს ფილმი არის მონადირე კეივენი თუ კრეივენი თუ რომელიღაცა რაღაცა ეგეთი ქვია რა და ამიტომ მე ხა მომნახავ კომპიუტერით. და თუ ვიპოვე დავაუთავებ, თუ არ ვიპოვე დავიცინებ. აი ხა ფილმზე გამახსენე სხვათა შორის რამდენიმე ხნის წინ ვეძებდი ქართულ ფილმს და მინდა გკითხოთ თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ვნახო. არსად არდევს, არსად მე არ მინდა რომ უყურო, უბრალოდ მითხრას რომ კაი ფილმიაო და უნდათ რომ კიდე ნახოთ. ეს არის იმედის აი მე დამავეწყდა. 1 წამით ვნახო. ვიცოდე 1 წამით. ნახე. ეს არის ძველი ქართული ფილმი იმედის მწვანე კუნძული, ასე ქვია. ანუ ასე ქვია რა, იმედის მწვანე კუნძული არის ძველი ფილმი. საიტებზე რომ მოვძებნე და რაღაც არ არსებობს და მიწერს რომ არის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული თუ რაღაც ეგეთი, ანუ ქსელის სოციალურ ქსელში არ არის და როგორ შეიძლება ამ ფილმის მოძიება, ვინმე ხომ არ იცის და ვინმე ხო არ ხართ აი ამ მაფიაში. ვისაც გაქვს წვდომა ეს რაღაცებს. აი ასე. მოკლედ ესეც ოთხშაბათი დღე. ხვალე თუ არ დამეზარა ნაძვის ხეს შიტ. იმიტომ ძალიან დიდ ადგილს იკავებს რა, დასაკმარისად იდგა. ისედე პირველადა, ხო ნაძვის ხეს გარდა რო არაფერი გვაქვს. რა არა გვაქვს, მთელი ბაზრობის განათება ჩვენ ეზოში. სახში ვამბობ რა. არაფერი ვარსკვლავით ნაძვის ხეს გავუკეთებ შენ მერე არის. ძალიან გადატვირთული ცხო იცით მე ეგეთი რაღაცები არ მიყვარს და საკმარისი. ხო და ხვალე ჩამოვხსნი ამ ყველაფერს. ნაძვის ხეს და აი გარეთ განათებისა კი რა გითხრათ. და იმ კრესლოს ისევ გადმოვიდა ცოტა გაფართოვდება ტერიტორია რა. მამაც გავაკეთე თორე ჩამოხსნა. აბა მე იმაზე ვერ გადავალ. ვერ გადავალ დიდი კიბით. ეხა სულ 1-2 წუთიც და დამეცინება. აი ხა შენ არ გაფარი, აი ეს დაფარება არ არის. საფურში არ გახსოვს და დილით ვიღვიძებდი ხოლმე. ჯერ ილაპარაკე და ისე ხოლმე და საბანი სადღაცა სექტორ ვივიწყე. პიჟამა მეცვას საფურში ხოცხელა. ვინ არის პიჟამოების მოყვარული? მე ძალიან მიყვარს პიჟამოები და პიჟამოებით ვძინავს ხოლმე სულ. არ შემიძლია ის პერანგები ხალხო, ვაიმე. ერთხელ ნანი მაჩუქა რაღაცა ჯერ ხო ეს ვარდების და ფოები არ მიყვარს და სულ მაგეებით იყო რა. თვითონ იცინოდა სამ ნახე რამოდენა იადონები აქო. ბევრი ვარდები ჰქონდა ასე აქ კი არა წელზეც და დაბლა სულ ფუშები და ნუ ეს არ ვიგითი ის რომ ვიმე რა საუბარ ჩავიწვი და გამოვართო ჩავიწვი კაცო პერანგი. და დილით ძლივს გამხსნეს. ზოგადად არ ვიცი ტრიალი.
ეტყობა იმდენი ვიტრიალე და იმდენი მოუსვენე რა ვიცექი რომ ეს პერანგი აიქა მქონდა დახვეული. როგორც კაშნი ეგე მეკეთა. და იცი როგორ მქონდა, აი ერთი მიმართულებით მქონდა, რავი, ეს ვიტრიალე თუ რა იყო, აიქა მქონდა ძლივს გამხსნეს. ვარდები გადახლართული ერთმანეთში. კინაღამ დავიხსენო ხებობაშური და აღარ მინდა მოიტან ჩარვალი და ზეტა ჩავიცვა. და იგრანაირად გაგერს. არა, პერანგი იყო, პერანგი ხო იცი როგორც აი მაიკა ეგეთი დიდი ესეთი და თან ატლასი იყო რო სრიალებს. ხო გეუბნეთ აი დილით რა მეთქი სიზმაში რა მგუნდავს გავიხედა აი ეკა მქონდა წაჭრილი. მაშა ეგეთი ისინი მქონდა ხოლმე რა ქვია კომედიები ხოლმე თუ კურიოზები რა ქვია კურიოზი ქვია ხო ეგეთი რაღაც უღაცები შეგვალით რატო არის მოვისები აი ესე გავიხადე შევალი ივანეს ტოლა რო ვიყავი თუ ტოლი ტოლა თუ ტოლი რო ვიყავი ივანეს ტოლი გავიხადე ესე ვთქვი რომ всё მე შარვალი აღარ მინდა და აღარ ჩამიცვია ახლა მაცვია შარვალი სამსახურში დავდივარ მშვენივრად ოღონდ ვერ ვგრძნობ რომ შარვალი მაცვია იმიტომ რომ შარვლის ზემოდან აი ეს დიდი ფართუკი რომ მიკეთია კოჭებამდე ანუ წინა მხრიდან ისევ ვარ კრიშაზეც რო ახლა დიმაში ხო კრიშაზეც რო ველთივარ ეს ეხა მაგალითად აი ბაკურიაში ან ეგეთ რაღაცაში თუ წავალთ და მოგვიწია ესეთ რაღაცებზე ეხა ერთხელ ანუ სასრიალო თა რაღაცა ეგ არ არის პრობლემა უბრალოდ აი აღარა მინდა და არა მაქვს სურვილი და არც პრობლემა არ მაქვს იმისა რომ შარვალი როგორ მეუბნები ახლა შარვალი ჩაიწვი შარვალი პრაქტიკულია და რაღაცა ვიცი რომ პრაქტიკულია იმიტომ რომ მთელი ცხოვრება შარვალში იუგებს ვერ ვიტანდი აი წიხლით თუ ჩამაცმებდნენ ძალით და მალევე ვიხდი აღარ მინდო და გავიხადე. ნინო თმს ისე იფხადე რომ ამის არის გეცე და დაფხარ ერთიანად. ვიცი მე რომ მქონდა ჭრიალა იუ. ჭრიალა? არ მახსოვს რომელი უკა ქონ. აი ხელა რო იყოს უეგ. არ მახსოვს. ჭრიალა იუ. არ მახსოვს როდის აქონდა. ვაიდე და დღეს არის 15 იანვარი. გავიდა უკვე თითქმის, ვაიმე და ბაჭა გავიტყეც უნდა. გავიდა თითქმის ისა, მთელი თვე რა დარჩა. და აი თებერვალი რომ მოდის ხოლმე უკვე თითქოს კარგი არის. თითქოს ესე გაზაფხულისკენ მიდის. ანუ სუნს გრძნობ ხოლმე რაღაცნაირად, თუმცა თებერვლის მერე რამდენია წინ ზამთარი. მთელი ხო თებერვალი. მარტი. აპრილი, მაისიც კი ცივია ხო. მაგრამ აი თებერვალი რო ოფიციალურად ზამთრის თვე მთავრდება, უბედნიერესი ვარ. ხოლე სკოლაში არ მიდია. ანუ არ დადიან ჯერ ბავშვები და ისე ვირუსები და რაღაცები არის და რადგან შუა კვირა არის არ გაუშვებთ ბავშვებს ლაშამაც იყვნენო. ჩვენთან მამას რო უთხრეს 3 იყო. ხო რა ანუ და ყოველთვის ესე იყო ხოლმე ჩვენ დროსაც თუ რაღაცა შუა იმაში იყო ხოლმე ან ჩვენ დროს რო სიმკაცრე იყო რა თქმა უნდა ვინ გაპატიებდა და რაღაცა აიქერა დავდიოდით ხოლმე ფეხით და ეხა კიდე რაღაცა ესე ცოტა ვაწესებთ ხოლმე ესეთ რაღაცებს და ორშაბათიდან დაიწყებენ ოფიციალურად და რადგან არ მიდიან ხვალებს დავიძინებ ზეგაც დავიძინებ მასეგაც დავიძინებ ანუ სკოლაში რომ მიდიან ხოლმე შაბათი და კვირა მაქვს რომელიც შემიძლია ცოტა გვიანობამდე მეცინოს თანარჩენი მაგრამ ის მომენატრა რა წავდნენ ხოლმე და მე და თქვენ რომ ყავაზებს ყავას ავსვათ ხოლმე 5 შაბათის ხვალია ეგ არლაშა მე მგონი არლაშა წავა მაგრამ მამა მიდის ჩვენ ხო და ლაშა რო წავა მე წავდგები და ყავა დავლიოთ ერთად ამათ ეცინებათ ავდგები აიგ
წავედი ხა დიდი ხანი აღარ მინდა მოგაწყინოთ. წოლიარე ვლოგი დავამთავროთ. ეს არის წოლიარე ვლოგი. სათაურად დავაწეროთ. წოლიარე ვლოგი. ისა თქვენ მაგალითად რასი? რა ირატავწევთ? მოდი ვწამოღრაზე. ანუ შენ აი როგორი ვიდეოების ყურება გიყვარს, აი მაგალითად ჩემი ვიდეოების. კუნა ნეტასაც მისული. სადაც? არა იქ მაგ თეთრ შკაფში. ის მე ხო. ნინო, ისო. აი მაგალითად მე რო ვიდეოებს ვიღებ. შენ მოგწონს თუ არ მოგწონს? კი. და აი რატო მოგწონს? მე რა ვიცი. ხო, მიზეზი რატო მოგწონს? აი მაგალითად სკოლაში გრამის გეუბნევია, ან რაც მოგწონს მაგალითად აი უთქვიათ, რომ გნახეთ. მე მახსოვს რომ ადრე თქვი რომ ვიღაცები მეუბნევია რომ ვიდეოში გნახეო. და ეგ მოგწონს? ცენტრში რომ მივიდიოდი ზაფხულში, მაგრამ სად მიდიოდი? ცენტრში. სად ცენტრში? იქ ზაფხულში რომ და იქ ახალგაზრდებში. მიცნა. და ეგ მოგწონს? კიდე რატო მოგწონს? ჩაგეწინა. ადრე ბარბარესაც ანუ არ აქვს გახსოვთ ერთი 2 წლის წინადელი ვიდეო თუ რაღაცა გახსოვს სახაწყო ვიდეო რო გვაქვს ყველანი რომ თქვენ რო ჭრით ივანე კაკალს ამტვრევს და რაღაცა აი იმ პერიოდში 1-2 წლის წინ რა ივანეს დღესაც არ აქვს პრობლემა ვიდეოში გამოჩენს უბრალოდ ვიდეოს რო ვიღებ არ არის ხოლმე და აი ვიდეოს თუ ვიღებ ხოლმე ბარბარე ცდილობს რომ არ გამოჩნდეს ხოლმე ანუ იმალება ხოლმე ის კი არა რაღაცა არ მოწონს აი თითქოს რაღაცა რაღაცა თუმცა ეს შეგავარდება ხოლმე გითხრა რაღაცა ანუ მანდ ხო მაიონეზისთვის ჭრიდით რაღაცებს ხო და შეუდანაუყობა გაიგია მე თანაუყობა ვიდეოში შევამჩნიეთ მე რომ დავდე რომ მე მეორე წელს შევამჩნიე რომ დანაუყობა ეჭირა და მაიონეზა ჭრიდა მე ამოვატრი ეგ იყო სავარაუდოდ 3 წლის წინანდელი ვიდეო მოდი გაიგე მაიონეზ რა მაიონეზ ჭრიდა მაიონეზ ჭრიდა ხო და ანუ ეგ არ ვეძახით მაიონეზის მასალა მე მასე ვეძახი მაიონეზის მასალა უნდა დავჭერ მაიონეზი უნდა დავჭერ რომ მითხრა ხოლმე და კუხნაში რომ ეგ საქმე უნდა გავაკეთო ვეტყვი ხოლმე რომ აი მე დაბლაჩავდი რომ მაიონეზი უნდა დავჭერ რა მოხდა მე არ მიყვარს აი ეს ვინეგრედი ვინეგრედი მამა პომიდორი კოტლეტი კომპოტი კიდე რა არის ამას წინათ ვიღაცამ დამწერა თებში არა საინიო საინი არაიო საინი არა ყულიტი რა საინი კიდე რაებია კოტლეტი პომიდორი ძალიან ისეთია ანუ გავრცელებული კოტლეტი კომპოტი რა კომპოტი ხალო კამპოტი თქვი რა ჯიგრულად კოტლეტი კიდე რაღაცებით გამახსენეთ რა საინი ვინეგრეტი კიდე იმაზე რა ქვია ჭიქაზე თუ თავს რას ეძახიან საკამფეტე მე რა განსხვავებული ჩვენთან თასები რაც არის განსხვავებულებია ყველა ხალმაჯამი განსხვავებული კომპოტი კოტლეტი და პომიდორი პომიდორი ისეთი ძვირი იყო რომ მეუთხალაში წარი იდო ენგას და გახარებას ყველაფერს უფრო რო გავწყვეტ მე ხო მუშაობდი და იქ დამირეკალაშამ რო ისაუ
მოიმედო და იკეცებით. კიდე და პომიდორი ვიყიდო და რა კიდე მე ვთხარი. ხო რა იცი რა ძვირი ეყირს. ძვირი ეყირება ისპანახში რვალარი ვივეცით. ისეთი ძვირი მივეცით ისპანახში რომ ვიღაცა სტუმარი ხელს წაიღება ხელში ვარტყავდით. არა იყო ეგო. ისეთი ძვირი იყო, რა იყო ხალხო და ეხაც უნდა ძველ ახალწელს გამეკეთებინა ისპანახი რა და ძირითადად ძველ ახალწელს ხორცეულობა და თევზეულობა გვაქვს და ისპანახიც უნდა და ვინეგრეტიც შეიძლება გაიტას ვეძახი ხოლმე მე არ გავაკეთე არც ერთი თლათ მაგაზეც უარი ვერ ვთხარი ბადრიჯანი გავაკეთე. იგზიანი ბადრიჯანი და ვინეგრეტი არა ხალი და ის შენი ჭირი. ერთხელ თქვა წამოდის სახში არ გინდა კაი ვინეგრეტია. ვიღაცას რა ტელეფონზე. მაიონეზი. ჩემს მაიონეზია. მართალია მაიონეზი სხვა რამეა, მაგრამ ჩემს მაიონეზი. ეგ. არა ეს ბარბარებული. პომიდორი. წავედი ხა გავიდე გარეთ. დავაბორიალო. ძილის დროა მეთქი ვუთხრა. ეხა მე მეზარებ უბრალოდ რას მეკოლ ეს წამწო როში არა წამწოები არა მოხშულო და რა ვქრო კი ვიგლიჯო ეს თიმა და იმას ვთქვა მივიხატავ სკეპლასა წავალი ხლა დავაბორიალებ ხალხს ძილის დროა მეთქი და მე საუთობელ მაგიდან გამოვიდა ნუ სად დავტყე გარეთ გავუთ არა და მინდა ცოტა გავაუთო რა თორე ძალიან ბევრი დამიკროდა წავედი ხარხდებო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით აბაჰე და აბახო დაიცება 20 წელამდე მომავალ ვიდეომდე კარგად მწოლიარე ვლოგი დამთავრდა ეხლა დგომიარე დავიწყებ ვიდეო დავთავრ საბადაწექში აღდგი აბაჰე და აბაჰო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით გიგნება აბაჰე ჩვენ ვიძინებთ